17 მომხრე და 7 წინააღმდეგი შუახევის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი რამდენიმე წუთის წინ დამტკიცდა. ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წევრებმა ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. მათი განცხადებით შემცირებულია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების და განათლების პროექტებზე გათვლილი თანხებიც. კანონმდებლობაში პასუხობენ, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმული შენიშვნების ნაწილს დოკუმენტის პირველი კორექტირებისაც გაითვალისწინებენ. შუახევის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 6.275.000 ლარით გაიმსაზღვრა. თემა, რომელიც კენშესხლაზე დადგა 13 ხმა ჭირდებოდა, ვერ მიიღო 3 დათვლით 13 და თავმჯდომარე განაცხადა დაარტყა მუშტი, რომ 13 ხმა იყო და всё და დაამთავრა, როცა რომ აპარატის უფროსმა დაითვალა 3ჯერ და 12 ხმა ვერ იგიქნა. ბიუჯეტს არ დაუჭირე მხარი იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტში არ არის ასახული ის, რაც მოსახლეობას პირდებოდნენ, ის არ არის ასახული, რაც მოსახლეობა ეთხოვს. აქ იყო შენიშვნები, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ისე თვით კოალიციის დეპუტაციიდან იყო გარკვეული შენიშვნები, რომელიც შენიშვნებსაც ჩვენ პირველი კორექტირებისას, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ. ეს არის მოსახლეობის ნებასურვიზე დამოკიდებული, მოსახლეობის მოთხოვნები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვიდევს, ასე რომ ეს არ არის სრულყოფილი ღონისძიებები ჩამონათვალი, ჩვენ ამ ღონისძიებებს ერთხელ კიდევ ვიმეორებ, გავითვალისწინებთ აუცილებლად.